მუხათგვერდის ხიდის ქვეშ თბილისში შესასვლელში წლებია არსებობს რესტორანი ძველი დუქანი. გამიგია რომ აქ აკეთებენ გემრიელ ხინკალს, ძირითადად იკრიბებიან მოკეიფე მამაკაცები, თუმცა ოჯახებითაც მოდიან და სიმართლე გითხრათ, პირადად მე არ ყოფილვარ ამ რესტორანში, მაგრამ რადგან სურსათის ეროვნულმა საგეტომ გვიხო, ესე იგი ჩვენც უნდა მოვსულიყავით. ქალბატონო ეკა, რა დაფიქსირდა? გაინტერესებს თქვენი კომენტარი. სამზარეულოში შემოწმებისას გამოვლინდა მთელი რიგი დარღვევები, ბიზნეს ოპერატორს მიეცემა არაკრიტიკული შეუსაბამობები, ველოდებით საბუთი თუ შეძლებს წარმოდგენას ხორცთან დაკავშირებით, დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობა. ეს არის სამზარეულოში შესასვლელი. ეს არის ერთი დეზობარიერი და ეს არის მეორე დეზობარიერი. დეზობარიერი სამწუხაროდ გაჟღენთილი არ არის, ეს პირველი შენიშვნა. მუშაობა გუგუნებს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი სტუმარი არის დარბაზში. არის ძალიან მნიშვნელოვანი გამწოვი, გამწოვი თქვენ თუ შეაფასებთ, გამწოვზე არის კონდენსატი. ნახეთ, გამწოვზე არის კონდენსატი, სამწუხაროდ და გამწოვი არის გასაწმენდი. რაც კიდე მე ძალიან არ მომწონს, ეს არის ბადეების მდგომარეობა. მით უმეტეს როცა აქ მიმდინარეობს ღია პროცესი. ასევე რაც ძალიან არ მომწონს, კედლები იმიტოა უნდა ირეცხებოდეს, რომ არავითარ შემთხვევაში ასეთი კედელი არ უნდა იყოს, სადაც კარტოფილი ფრი მზადდება და ესეთი კონდენსირებული, კონდენსატი ამ რაოდენობის არც ერთ მოწყობილობაზე არ უნდა იყოს. აქ კონდენსატი არ არის, მაგრამ სამაგიეროდ არის მტვერი. ეს ბუნებრივია, იმიტომ რომ გაწევა ხდება და მტვერს ისრუტავს. და ამიტომ ძალიან ხშირად უნდა ხდებოდეს ამის გაწმენდა. კუთხე ნახეთ, როგორ აბლაბუდებით არის სავსე, მტვერი როგორ არის, მტვერით გაჟღენთილი და ძალიან დიდი რისკია ის, რომ თვითონ პროდუქტში სახარში მოხდეს. ეს არის სამრეცხაო, სადაც ირეცხება ჭურჭელი. ჭურჭელი შემოდის პირდაპირ სარკმლიდან, აქედან გამომდინარე ჯვარედინის დაბინძურების რისკი არ არსებობს, მაგრამ აქ ვინაიდან სუფთავდება ჭურჭელი, აუცილებელია კედლის მთლიანობა იყოს შენარჩუნებული, არ უნდა იყოს კოროზირებული ზედაპირი, იმიტომ რომ გარეცხილი ჭურჭელიც აქიდება და ეხა რაც ძალიან არ მომწონს და რაც უზომოდ მაღიზიანებს. ეს არის მილის საწმენდი, გასაწმენდი, ეს ბინძური ყოვლად დაუშვებელია, რომ ესეთ სველ ნიადაგზე იდოს და აქ არის საკვებისთვის, ნახეთ როგორ წვეთავ ზევიდან წყალი და აქ არის კეცები და ასე შემდეგ. კარგით რა, ეს როგორ შეიძლება, ამას სახში ხო არ იზამთ. კედელი უნდა ირეცხებოდეს. როდესაც ასეთი მდგომარეობაა სამზარეულოში იატაკზე, ეს არის ყოვლად დაუშვებელი. ტრადიციული ქართული დუქანია, ერთი დარბაზი და რამდენიმე კუპე. მე მომწონს ის, რომ არის ესეთი საკმაოდ მყარი ხის მაგიდები და სკამები და ესეთი ხინკლის ფორმის სამარილე და საპილპილე. მოქმედი ბუხარია, დრო შეშასაც ვხედავ. მაცივრებში თქვენ თვითონაც უყურებთ მაცივრებში მდგომარეობას, ეს არის კოროზია, რომ არაერთი კომენტარი გაგვიკეთებია ჩვენ და ჩვენ გადაცემას თუ აქ უყურებენ და ეხა დავსვამ ამ კითხვას, კოროზირებული მაცივარი დაუშვებელია და აუცილებლად უნდა იყოს შესაბამისად დასუფთავებული და აუცილებლად უნდა იყოს შეღებილი, დასტიკერებული პროდუქტი არის, ცალკე კონტეინერშია მოთავსებული, მაგრამ მაცივარი არის საშინელი კოროზირებული და ყველს, ნახეთ ყველს ესეთი მაცივარი ვერანაირად, ესეთი ქვედა ნაწილი და ესეთი პარკი ვერანაირად ვერ დაიცავს. ყველი უნდა იყოს კონტეინერში მოთავსებული, სუფთად, თავდახურული. აქ არის სარკმელზე ზედაპირის და ნაწილაკების სვენის საშიშროება, აქვე არის პროდუქტი, ნახეთ, მოთავსებული. ეს არის მაგიდა, რომელზეც ხდება პროდუქტის უშუალო დამუშავება. აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბადეები იყოს გასუფთავებული. მე მესმის, რომ ეს არის ქუჩის პირი და ძალიან დიდი მტვერი არის და დიდ რაოდენობით არის, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, რომ ბადეები გქონდეს ასეთი მოუწესრიგებელი. იმიტომ რომ ორ პირის შემთხვევაში
შესაძლებელია რომ პირიქით შიგნით შემოვიდეს მტვერი და დაბინძურდეს ზედაპირი. ჩვეულებრივად ამის გაწმენდა არის შესაძლებელი, აი ასე უნდა იწმინდებოდეს. და აი აქ არის ფქვილი მოთავსებული და ფქვილის ზევით არის აი ასეთი ელექტრომოწყობილობა. ამის გასუფთავება ნამდვილად არ არის რთული და ამას მე ვთვლი რომ დამლაგებელი ყოველდღე უყურებს, უბრალოდ რატო არ აკეთებ, ჩემთვის გაუგებარია. აი მე როგორი მძაფრისუნია დეზადორის. უი! წყალი მოდის ნამდვილად, ხევადი საპონი არის და ხელი საშრობი მუშაობს. მაგრამ სისუფთავე ისერა. ეხლა ჩვენ გადავდივართ მეორე განყოფილებაში. ეს არის ხორცის განყოფილება. სადაც არის დიდი მაცივარი განთავსებული. თითქომნა მაქვს. აი ხორცი ქვევით არ უნდა ითოს. კი, ვიცით, მაგრამ რა ვქნათ, ხო ეს შამპურებს ავაგეთ, რაც დაგვჭა, ვინახავთ რომ ცოტა 9 საათი, 1 საათი მერე ავაგეთ ჩამო. მაშინ რაღაცა გადააფარეთ მაინც, იმიტომ რომ კაი მესმის თქვათ არის, მაგრამ აი ნახეთ როგორი დაჟანგული და კოროზირებულია. აი პროდუქტი ეს ნარჩენია, მაგრამ მაინც თავდახურული უნდა იყოს. ცელოფანი გაქვთ ამაზე გადაკრული, ამაზეც ყველაფერზე არის ცელოფანი გადაკრული, ამაზე ისე გადააკარით, რომ ზევიდან დაბინძურების რისკი არ იყოს. აქ ყველაფერი ცელოფანშია და კედლები, აი ნახეთ, კუთხეებში გაქვთ აუცილებლად გასაწმენდი და აი აბლაბუდები მოაცილეთ, ხო? ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა კუთხე იყოს დასუფთავებული. კიდევ ერთი თხოვნა მაქვს, ვინაიდან ეს არის მაცივარი, აქ გაქვთ მაცივარი, აქაც მიმდინარეობს აი ხორცის გატარება და ასე შემდეგ, სტაფის სამოსი და ქუჩიდან ფეხსაცმელი, აი არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, იმიტომ რომ ამა ხო ჭუჭყი შემოიტანა. გთხოვთ, აქ არ უნდა იყოს. დაიმახსოვრეთ, თქვენ ახართ მეფე, თქვენ ახართ უფროსი, თქვენ სამზარეულოში უფროსი არ აკყავთ. თქვენ ახართ უფროსი და პასუხისგებლობაც თქვენზეა. და ვოიაჟის დასასრული ჩვენი ეს არის აი ასეთი პატარა მოცუცკნული სამწვადე. სამწვადეში სხვანაირ სიტუაციას არ ცვალობ, მაგრამ აი ეს საშინელებები ხო შეიძლება რომ იყოს აღმოფხრილი აბლაბუდები. კი ბატონო. ესეც ხომ დალაგდებოდეს. კი ბატონო. კი ბატონო. მით უმეტეს აი აქ როცა ღია პროცესი გაქვთ. აი რა პერიოდი გჭირდებათ რომ ყველაფერი მოაწესრიგოთ. ალბათ 2-3 დღე დაგჭირდება რომ ყველაფერს მივხედოთ. მაძლევთ პირობას რომ მოაწესრიგებ? აი ძველ დუქანში შემზარეულმა დადო პირობა რომ 2-3 დღეში ყველაფერი მოწესრიგდება და ჩემმა მაყურებელმა იცის არ დავიზარებ, შემოვალ და ვნახავ. ახალ კონტროლი დანაპირებს ასრულებს. მე შეგპირდით, მე რამოდენიმე დღეში დავრუნდებოდით და ეხა გვაინტერესებს თუ რა გააკეთეთ და როგორია ობიექტი დღეს. არ გასვენებთ, ისე მოვედით. კედლები არის ახალი შეღებილი, ეთყობა ხო? კი, ახალი შეღებილია. გამწოვი მექანიკურად დასუფთავებულია და აი გაწმენდილია. ხო ყოფილა შესაძლებელი. დღე შაბათია და ალბათ არ გველოდებოდით, ხო? აჰა, დასტიკერებული არის ყველაფერი, ვუყურებ. აი სტიკერები არის. ამაცივარზეც არის სტიკერები. ყველაფერი არის იზოლირებული. აი ნამდვილად შესაძლებელი ყოფილა ამ ობიექტის მოწესრიგება. აი ძალიან კარგია, რომ აი ეს არის გადაფარებული და ეს კოროზირებული არ ჩანს, მაგრამ ერთი მაინც კიდევ ერთი რამ უნდა გითხრათ. არავითარ შემთხვევაში გასარეცხითებში მაინც ყოველ შემთხვევაში არ უნდა იყოს გატეხილი ემალირებული ჭურჭელი არავითარ შემთხვევაში. აი მითხარით გუწფელად, თქვენც ხომ მოგწევთ ხო ახალი სამზარეულო? კი. ჩვენი მოსვლა ამისთვის საჭირო იყო? სტიმული მოგეცით? კი, დავისთავად. კი, უფრო წავხალისდით და ყველაფერი კარგად მოხდა. აი ხა კიდე რა მომწონს, აი რა შევამჩნიე. აი ნახეთ
არის მოწესრიგებული და გასუფთავებული ფრის აპარატი. აი თურმე შესაძლებელი ყოფილა ყველაფერი. მოგესალმებით, აქაც მოვედით. ეს არის მაცივარი, აქაც არის ყველაფერი გადაფარებული, ნახეთ. აი პარკით არის გადაფარებული ყველაფერი. შედარება არ არის, ბევრად უკეთესი მდგომარეობა. უფ! ეს როგორ გააკეთეთ, ასე ლამაზად. ეს არის ის შავი სამწვადე, როგორი თეთრი და ლამაზია. აქ ვინ მუშაობს? თქვენ მუშაობთ, აი მითხარით გულწრფელად. ეგ სიტუაცია ხომ მოგწონთ თქვენ თვითონ? ხო გსიამოვნებთ? ხო არა ხართ ჩვენზე გაბრაზებულები? წარმატებას გისურვებთ და აუცილებლად კიდევ შემოგირბეთ და დიდი თხოვნა მაქვს, რომ აი ეს სისუფთავე შეინარჩუნოთ.